გამარჯობათ, მე ვარ ნათია შაი, ეს არის ჩემი არხი და მას შემდეგ რაც თქვენ გამოიწერთ ამ არხს, ეს არხი გახდება თქვენი უსაყვარლესი არხი, ამას გპირდებით. დღეს გვაქვს ძალიან საინტერესო გაშლა, მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო გაშლა უნდა იყოს ჩაკრების დახმარებით. აი ესეთი რაღაც იქნება. ვიღებთ პირველი ჩაკრის ფერის ენერგიას, სიმბოლიკის ენერგიას და კონცენტრირდებით ამაზე. და რომელიც საკითხიც მე ჩამოვთვლი საკითხებს, რომელიც საკითხიც თქვენთვის აქტუალურია და გაინტერესებთ, ყურადღებას გაამახვილებთ იმ საკითხზე. მაშასე, ვისაც აქვს, ვიწყებთ ჯანმრთელობით. მერე გადავალთ სიყვარულზე და მერე ნახოთ ამ თემებზე თქვენი საგვარეულო წინაპრები რას გეტყვიან, ენერგია, თქვენი ეგრეგორული ენერგია. მაშასე ვიწყებთ ჯანმრთელობაზე და თუ ვინმე საწუხებს ძვლოვანი სისტემის პრობლემა, სისხლის პრობლემა, ანემიები, სწორი ნაწლავის პრობლემა, გამრავლებასთან, შვილისყოლასთან არსებული პრობლემები, კუნთების ტკივილი, მაშინ ნახოთ რჩევა მათთვის. მაშასე თქვენ ზედმეტი მიჯაჭვობა გაქვთ ყველაფერ მატერიალურზე. მატერიალური არ არის მარტო ფული, მატერიალური არის ყველაფერი, რაც მიწიერია და ამაზე ხართ ჩაციკლული. სამყაროს აქვს ესეთი კანონი და სამყარო მუშაობს ესე, რაზეც ვეციკლებით, რაზეც გვაქვს მიჯაჭვობა, ის არასოდეს არ გვექნება და ის გაგვირბის ჩვენ. ამიტომაც არის ეს პრობლემა და ესეთი დანაკარგი თქვენი ჯანმრთელობის. ასევე მომატებული შიში, შფოთვიანობა, ეს გამომდინარეობს რწმენის ნაკლებობისგან, ისევ ჩაციკლობისკენ მივდივართ, იმიტომ რომ ზედმეტია ეს შფოთვა, რა იქნება, რა მოხდება, ეს რო არა მაქვს, როგორ ვიქნები და ასე შემდეგ და აი ეს ნერვიულობა და შფოთვაც მიანიშნებს რწმენის ნაკლებობას. ასევე მოერიდეთ შავმაგიურ რიტუალებს. ზოგ შავმაგიური რიტუალი მარტო ის გონია თუ რაღაცა უნდა დაუშავოს სხვას. სინამდვილეში შავმაგიური არის ნებისმიერი რიტუალი, რასაც აკეთებთ სხვისი ნების წინააღმდეგ. და ასევე ყურადღება მიაქციეთ, აქ ჩანს თქვენ თავს აკლებთ სიამოვნების მიღებას. თქვენ თავს აკლებთ ბედნიერების უფლებას, როდის იყავით ბედნიერი, როდის მიიღეთ სიამოვნებას. სიამოვნებისთვის არ არის რაღაცა გრანდიოზული, აუცილებელი. შეგიძლიათ ყველაზე იაფი და უნივერსალური ჭიქაწყლის დალევით მიიღოთ სიამოვნება. შხაპის მიღებით, ან ყავის მიღებით, ან ფეხით გასეირნებით და ასე შემდეგ და გამოხატეთ ყოველთვის თქვენი ემოცია და სათქმელი. ეს რჩევები ჯანმრთელობისთვის. ახლა ვნახოთ, ვისაც აინტერესებს. ვისაც აინტერესებს ურთიერთობა, პარტნიორული ურთიერთობა და აი რატო გინდა, ხო? აი ნახე, ნერვიულობს ოჯახის შექმნაზე და ისევ და ისევ აი შვილი ხომ მინდა მყავდეს, ოჯახი მყავდეს. აი ასე თუ მიდის მისი პარტნიორული შიში და ემოციები და პრობლემები. ანუ ადამიანს რომ უყვარდეს და ყავდეს საყვარელი ადამიანი, სხვადასხვა ემოცია აქვს ხოლმე, ხო? აი ზოგს ამ ემოციით რისი მიღება უნდა და ზოგს რისი. თქვენ თუ ნერვიულობთ, იმიტომ რომ აი ოჯახი გინდათ შექმნა და დრო არის ამისთვის და შვილების ყოლის დრო არის, მაშინ მოусმინეთ ამ პასუხს. აი ზუსტად ამოვიდა გამრავლების თემატიკა.
მოდის თქვენი სიყვარული თქვენთან, მოვა მაშინ, როდესაც ამის დრო იქნება და სამყარო ჩათვლის რომ ამის დრო არის და თქვენ ამისთვის ნოიბრწვით. უბრალოდ იყავით მშვიდად, წყნარად და იმის მაგივრად რომ ინერვიულოთ აი ამ ადამიანზე, როდის მოვა ეს სიყვარული, ან თუ არსებობს მამაკაცი, როდის გთხოვთ ხელს, როდის შექმნით ოჯახს, ამაზე ნერვიულობის მაგივრათო ყურადღება მიაპყარითო თქვენ საკუთარ თავსო, იზრუნეთ თქვენ სილამაზეზე, ჯანმრთელობაზე, განვითარებაზე, ცოდნის მიღებაზე, კარიერაზე და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი თავისით დალაგდებაო, ნუ ნერვიულობთო და გამრავლების თემაც ჩანს, ხედავთ ალბათ. და ეხლა როგორც გითხარით, სათქმელი ამ თემებთან დაკავშირებით თქვენი ეგრეგორით, საგვარეულო ეგრეგორით. ისევ და ისევ ჩანს, რომ ნერვიულობთ, მწუხართო, განაწყვეტილ ფიქრობთო, ძალიან ბევრსო, იმაზეო, რა იქნება, როგორ იქნება, რა გეშველებათ, ანუ მატერიალურ თემებზეო. როგორ შევძლებ, რანაირად შევძლებო. ამის მაგივრათო გააღვიძეთ თქვენშიო, თქვენი ქალური ენერგიაო და ძალიან კარგი იქნებაო თქვენთვისო რაიმე ტექნიკა, მედიტაცია, სრულების ასახდენი. მეც თვითონაც ბევრი მაქვს მსგავსი ტექნიკები, შეგიძლიათ გამოიყენოთ. და მეტი კავშირი სამყაროსთან, მეტი კავშირი თქვენი თავის რეალიზაციასთან, მეტი კავშირი თქვენი ოცნებების ახდენასთან და ეს მატერიალური პრობლემები, ანუ ჯანმრთელობა რაც ჩამოვთვალე, ოჯახის შექმნა, შვილების ყოლა, ეს ყველაფერი მოვა მაშინ, როდესაც თქვენ ჩაეხსნებით ამას და თქვენი სრულების ასრულებაზე იქნებით ორიენტირებული. დაიმახსოვრეთ ეს კანონი, რაც თქვი და ეს წესი, რომ რასაც ჩავებღაუჭებით, რაზეც მივეჯაჭვებით, ის გაგვექცევა და არასოდეს არ გვექნება. მოდი გადავიდეთ შემდეგზე. სიამოვნების მიღების სექსუალური ჩაკრა, სვათხისტანა ჩაკრა და ვნახოთ. ისევ და ისევ ჯანმრთელობა, ვიზეც აქვს ქალური, მამაკაცური ჯანმრთელობის პრობლემები. ვნახოთ, საიდან მოდის ეს ფსიქოსომატურად, არა მედიცინის მხრივ, არამედ ფსიქოსომატურად. როგორც ჩანს, თქვენ გაქვთ გადატანილი არც თუ ისე შორს, თუმცა შეიძლება იყოს დიდი ხნის წინ, მაგრამ ძალიან აქტუალურია და მძაფრია თქვენში სასიყვარულო ფიასკო, ტყივილი, განშორება და ამის გამო გონიათ, რომ თქვენ ხართ არასასურველი, თქვენ ხართო ძალიან სასურველიო, ძალიან დიდი ძალა არისო თქვენშიო და გამოიყენეთ ეს თქვენთან მოდის ძალიან დიდი სიყვარული, თან ასე ვთქვათ, ორმხრივი, გამართლებული ის, ვინც თქვენია, თქვენი ადამიანი. ჯანმრთელობაზე ვშლი, მაგრამ პასუხი იყო სასიყვარულო, ამიტომ აღარ დავამატებ სასიყვარულო ენერგიებს, იმიტომ რომ ეს თემატიკა ამან მიპასუხა, ჯანმრთელობას ეს უტყავს, ამიტომ თქვენ თავის უარყოფა გაქვთ, რომ რახან მიმატოვა არც ისეთი კარგი ვარ, ესე ფიქრობთ, ან არც ისეთი სექსუალური ვარ, ან არც ისეთი მომხიბვლელი, ჭკვიანი და ასე შემდეგ და ეს არის ცრო მან იდარდოს, რომ თქვენ დაგკარგათ. მოდის სიყვარული და ვნახოთ ახლა პასუხი საგვარეულოდან ამ თემასთან დაკავშირებით.
საოცრად დიდია თქვენთან რას გეუბნება თქვენი საგვარეულო ეგრეგორი წყენები ან სიბრაზე სხვათა შორის ქალებო გაითვალისწინეთ მამაკაცებზე წყინა აჩენს მიომებს საშვილოსნოში ხოლო ბრაზი კისტებს ნუ დაინგროთ ჯანმრთელობას გაუშვით ეს გაშვების ხერხიც უამრავია ძალიან ბევრია შეგიძლიათ მომწეროთ და გასწავლით თუ არ იცით მისწერეთ წერილი თქვენ ყოფილს რაც გაქვთ გულში სათქმელი თვითონ გამოგიტანათ რიტუალი თქვენმა წინაპარმა და იმდენჯერ მისწერეთ და მე დაწვით ეს წერილი სანამ უკვე მიხვდებით რომ გასულია ეს სიბრაზეც ან წენაც და თქვენ გელოდებათო ანუ არ ნუ დაავადებთ ამ თქვენს ორგანოებს რადგან მან უნდა იშვას და ჩაისახოს სიყვარულის ნაყოფი და გაუფრთხილდითო თქვენს ჯანმრთელობას მენტალურს და ფიზიკურს მოდი ვნახოთ ახლა თქვენს ბზის წნულში მანიპურაში რა ხდება თქვენს დიდ ეგოში თქვენს რესურსში თქვენს ძალაში თქვენს ღვთიურ ნაპერწკალში რა ხდება თუ თქვენ გაწუხებთ კუჭის ტკივილი ასევე კუჭის მოქმედების პრობლემები ნახოთ რას გეტყვის ძალიან დიდი ბრაზი გაქვთ ძალიან დიდი ბრაზი გაქვთ ამ ბრაზს იკეტავთ იკავებთ არ უშვებთ და ამის გამოა ეს შეიძლება ჭრელი სპაზმებიც გქონდეთ კუჭის ან მუცლის მიდამოში აუცილებლად გამოუშვით ეს ასე ვთქვათ აი სიბრაზე ადამიანებო თუ არ გინდათ კონკრეტულ იმ ადამიანთან განაცხადოთ ეს სიბრაზე არ ვიცი რაღაცა უბრალოდ ჭურჭელი გექნებათ დალეწეთ ბალიში აიღეთ და იმას უყრეთ ხელი ან დაკეტეთ ფანჯრები კარი და იყვირეთ რა ძალი და ღონე გაქვთ და გამოუშვით ნუ ინგრებთ თქვენს ჯანმრთელობას ეს არის გადაუმუშავებელი ემოცია ნახოთ ვისაც ეს პრობლემები აქვს ამარეში მასთან სასიყვარულო თემატიკაში რა ხდება ეს არის უცნაური გაშლა გამოგვდის ხომ არ დაგავიწყდეთ სანამ გავშლი გამოიწეროთ არხი და დალაიქოთ თუ მოგწონთ ეს არხი ასევე შეგახსენებთ ვისაც სურთ ჩემთან პირად კონსულტაციაზე მოხვედრა უნდა მომწეროს Facebook-ზე რეიქი მკურნალი ქართულად ან Viber-ზე ან WhatsApp-ზე ნომერზე 591233507 თქვენს ცხოვრებაში ძალიან სწრაფად შემოვა რაღაცა ისეთ მხიარულ ან აი რაღაცა რამდენიმე ადამიანი რო იკრიბება ასე ვთქვათ ხალხმრავალ ადგილას რომელიც იქნება გზასთან დაკავშირებული მოგზაურობასთან დაკავშირებული გადაადგილებასთან დაკავშირებული აი ესეთ ადგილას შეხვდებით ადამიანს რომელიც მოგიტანთ სიყვარულს და თქვენ მას მიუტანთ სიყვარულს. ოღონდ მანამდე გაითვალისწინეთ ის რჩევა და გამოუშვით სიბრაზე თქვენგან. ნახოთ აბა თქვენთვის წინაპრები რას გეუბნებიან. ნახეთ გამოაღვიძეთ თქვენში თქვენი ქალური ენერგია ძილი მოიწესრიგეთ აუცილებლად დაწეკით დღეს გაიღვიძეთ ხვალ შეერჩიეთ სასურველი ფერის თეთრეული შეგიძლიათ სურნელოვანი სამთელი დაამთოთ რბილი ტონებით ძილის წინ
მედიტაციური მუსიკაც ჩართოთ, აი ესეთ ჰარმონიაში დაიძინეთ და რაც წინაზე ვთქვი, შეგიძლიათ ეს სიბრაზე ასევე რა რჩევებიც მოგეცით დაამატოთ ის, რომ დაწეროთ ეს ამოუთქმელი, ასე ვთქვათ, სიბრაზე, ან გამოხატოთ, ხატვით გამოხატოთ შეგიძლიათ. ნებისმიერი სახით გამოხატეთ ეს, ნუ დაიტოვებთ თქვენში. მოდი ვნახოთ ახლა, ვისაც აწუხებს გულის პრობლემები, გულსისხლძარღვთა პრობლემები, მათთვის რჩევა ჯანმრთელობის მხრივ. იცით რა ჩანს, რომ ძალიან ბევრს გასცემთ და სამაგეროდ არ იღებთ არაფერს და ამის შედეგად თავი გგონიათ მსხვერპლად. მოდი გავიხსენოთ იგავი იესო ქრისტესგან, რომ ღორს ნუ დაუყრით მარგალიტებს. ეს ყოველთვის გახსოვდეთ. ღორების წინ დაყრილი მარგალიტი არ არის სიკეთე. ამას თუ გააკეთებთ, აღარ გექნებათ ეს ტკივილები. საზომი ძალიან მარტივია. თავი არ უნდა იგრძნოთ მსხვერპლად. ეხლა ვნახოთ, ვისაც მსგავსი ემოციები აქვს გულმკერდის არეში, მათთვის სასიყვარულო პროგნოზი, ასე ვთქვით. ეს დრო დაუთმეთ თქვენ საკუთარ ინტერესებს. ეს დრო დაუთმეთ თქვენ თავს. თქვენს რაც გაინტერესებს ჯანმრთელობა იქნება, სილამაზე იქნება, ვიზუალოდ, ასე ვთქვათ, გაუმჯობესება იქნება, დიეტა იქნება, რაიმეს შესწავლა იქნება, გამოხატვა იქნება. დაუთმეთ თქვენ თავს და მოვა სიყვარულიც მოვა. როდესაც თქვენ თავთან იქნებით ჰორმონაში, მოვა სიყვარულიც, მოვა ის ადამიანი, ვინც თქვენი ადამიანია. ახლა ვნახოთ, ვისაც აქვს ყელის დაჭირმულობა პრობლემები, სპაზმური ხველა, ჭიყვი, ანუ დარღვეული ჰორმონალური ბალანსი მათთვის. ეს საინტერესოა, ნახე, ნუ აკონტროლებთ თქვენს სათქმელს და თქვენს გამოხატვის მეთოდებს. ნუ გაქვთ ესეთი ცნობიერება და თავში ჩაბეჭდილი აზრი, რომ უნდა იყოთ ყოველთვის დახვეწილი, ეთიკური, არავის არ ატკინოთ, ყოველთვის ფორმაში ჩანდეთ, ყოველთვის მისაღები და სასურველი იყოთ. ნუ აკეთებთ ამას. ზოგჯერ დაიჭხავლეთ. ზოგჯერ შეგიძლიათ გაძლევთ უფლებას ზომიერად უწყვეტური სიტყვაც თქვათ, მაღალი ტონიც წარმოთქვათ და ეს გადმოსცეთ ნებისმიერი სახით. განსაკუთრებით თუ ვინმეს აქვს რაიმე სახელოვნებაცოდნეო ტალანტი, იყოს აგრესიული თქვენი ნამუშევარი, სამაგეროდ ის იქნება გულწრფელი და ჯანმრთელობასთან ერთად მოგიეტანთ პოპულარობას. ვისაც მსგავსი პრობლემები აქვს ჯანმრთელობის, მათთვის სასიყვარულო თემატიკა. რა იქნება? თქვენ გეუბნებათ, ასე ვთქვათ,
ჩემი კლიპტის ტარო, რომ ხართ არაჯანსაღ ტოქსიკურ ურთიერთობაში და მოიკრიბეთ ძალები და დაასრულეთ ეს ურთიერთობა. დაამთავრეთ, გამოითიშეთ, იმიტომ რომ დატოვოთ სიცარიელე ამ სფეროში, რომ შემოვიდეს ჯანსაღი ურთიერთობა, ჯანსაღი ადამიანი და ჯანსაღი სიყვარული. მოიშორეთ, ეს არის ავადმყოფობა, ეს არ არის სიყვარული. ძალიან არაჯანსაღ, ძალიან არატოქსიკურ ურთიერთობაში ხართ. თუ არ გააკეთებთ ამას, ძალიან დაზიანდებით. ძალიან შეიძლება სავალალოც იყოს. დროზე გამოდით ამ ტოქსიკური მარწუხებით. ნახოთ ახლა თქვენი წინაპრები რას გეტყოდნენ. თქვენი წინაპრები ღილავენ თქვენზე საკმაოდ და გეუბნებიან, რომ თქვენი თავის ფასი ისწავლოთ, თქვენი თავის ნიჭიერების, სილამაზის, ძალების, ენერგიების დანახვა ისწავლოთ და გაძლიერდეთ. დაცულობა გაქვთ თქვენი განსაკუთრებით დედის ხაზიდან, ქალებიდან, ასე ვთქვათ, შეიძლება მამის ხაზიც იყოს, მაგრამ ქალებიდან, ბებიებიდან გაქვთ ძალიან დაცულობა და მხარს გიჭერენ იმ სიძლიერეში, რაც ვთქვი, რომ დაამთავროთ ეს ტოქსიკური ურთიერთობა და მაშინ სამყარო ძალიან დიდ საჩუქარს გაგიკეთებთ ამ ამოცობისთვის. და ვისაც აქვს თავის ტკივილები, ინტუიცია დაქვეითებული თვალების ტკივილები, ნახოთ მათთვის. რამდენიმე ვარიანტი დავინახე და მოდი ვიტყვი. პირველ რიგში ყველასთვის სასურველია ეს ერთი მთვარის ციკლი გააკეთოთ, გაწმენდეს რიტუალი. გასწავლით ამ რიტუალს, საკმაოდ მარტივი რიტუალია, რო არ დაგეზაროთ, ყველას ვურჩევ, რომ ერთად შეიძინოს 9 შეკრა მარილი, ყველაზე იაფიანი მარილი არ არის საჭირო, თუმცა თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ ზღვის მარილიც შეიძინოთ. მარილი ჩვეულებრივი უბრალო მარილი. თქვენ როგორც გენებოთ, თქვენთვის როგორც კომფორტული იქნება, გინდა დღისით, გინდა ღამე, ძილის წინ, საღამოს გააკეთოთ წყლის ჯერადი. წყლის ჯერადი არის ის, რომ აი ეს მთელი ერთი შეკრა მარილი დაესხას იმდენი წყალი, რომ აი ცოტა დარჩეს მარილი, უკვე ვეღარ იხსნებოდეს რა, ოდნავ იგრძნოთ, რომ აი მეტ მარილს ვეღარ აიტანს, ეს არის ჯერადი. და გადაივლეთ ეს წყალი. რამდენი ხანით შეგიძლიათ გაიჩერეთ ეს მარილი სხეულზე, შეგიძლიათ თქვენი სიტყვებით წარმოთქვათ, რომ ამ მარილმა გაწმინდოს თქვენი აურა, თქვენი ჩაკრები, თქვენი ბედი, თქვენი ბარაქის არხი, თქვენი ჩამრთელობა და ყველაფერი ჩამოთვალეთ, რაც გინდათ, რომ გაიწმინდოს და წაიღოს. შემდეგ ცხადია ჩამოიბანეთ ეს მარილი. სულ ეს არის არაჩვეულებრივი რიტუალია. ასევე აქ ჩანს რაღაცა პატარა დაზიანება. ეს არის საჯარო გაშლა და შეიძლება იყოს ვიღაცასთან სერიოზული მაგია, შეიძლება უბრალოდ თვალი იყოს, რომელიც დაზიანებით არ ჩამოუვარდება მაგიას, შეიძლება უბრალოდ დაბინძურება იყოს, ხო, ენერგეტიკული. შეგიძლიათ მომართოთ ამისათვის მე ან სხვა სპეციალისტს და ეს თემატიკა უნდა განიხილოთ. თვალი არის, მაგრამ შეიძლება იყოს მაგია და ჯადოც და ასევე რჩევა არის, რომ რაღაცა ისწავლოთ, რაღაცა ახალი ისწავლოთ, შეიძინოთ რაღაცა ცოდნა. ეს ვისაც გავსი ჯანმრთელობა ქონდა. ეხლა ვისაც ეს პრობლემები აქვს, მათთვის სასიყვარულო პროგნოზი.
ნახეთ აქაც არკანი ეშმაკე ავავიდა. რაღაცა არის მაგიური, ვინც ამ ვიდეოს უყურებს, ვინცაც აქვს ამ ვიდეოს უყურებს და აქვს მსგავსი პრობლემები თავის, თვალების, ქრონიკული ტკივილი, გაიკეთეთ საუწყოთ დიაგნოსტიკა და მოიხსენით თუ მაგია, გაიწმინდეთ, მოიხსენით თვალი, გაიკეთეთ დამცავები, შეგიძლიათ მეც დაგეხმაროთ და ან სხვა პროფესიონალმაც მე არ ვამბობ რომ მარტო მე ამის შემდეგ დიდი წისვლა გექნებათ პირად ცხოვრებაში თქვენს რაღაცნაირი სულიერი პარტნიორი შემოდის ადამიანი მეგობრული ენერგიით ანუ სიყვარულთან ერთად ის თქვენი მეგობარიც იქნება და წინაპრები დაგვრჩა ეგრეგორული რჩევა სანამ რჩევას ვიტყვი, შეგახსენებთ, რომ დღეს დახვალე მაქვს აქცია ყავის ნალექის განხილვაზე, მოყვება ძალიან საინტერესო ამულეტი და ღირებულება არის სულ რაღაც 50 ლარი აქციის ფარგლებში იქნება დღეს და ხვალ, რადგან დღეს საკმაოდ გვიან ვაანონსებ. რაც შეეხება საგვარეულოდან სათქმელს ძალიან ძლიერია მათი დაცულობა, ისინი ლოცულობენ თქვენზე, მაგრამ თქვენც გააკეთეთ ამ სამყაროში რაღაც უნდა ჩახსნათ ეს ენერგია, ეს რაღაცა ნეგატივი. ასევე ძალიან კარგია ბუნებასთან რაიმე კონტაქტი, პერიოდიც ხელს გვიწყობს საფხული არის და სადმე მოახერხეთ გასვლა ბუნებასთან სიახლოვე ძალიან გაგაძლიერებთ და მოგცემთ რაღაცა სიცოცხლო უნარს და ენერგიას. მე ვარ ნათია შაი, ეს არის ჩემი არხი, ჩემ ნომერს შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, ვისაც დაკავშირება გინდათ, ნომერი აქტიურია ვიბერზეც და WhatsApp-ზეც, ეს არის 591 233 507. ასევე შეგიძლიათ მომწეროთ ქართული შრიფტით რეიქი მკურნალი. გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე.